ახლა მინდა ვისაუბროთ ამბულატორიულ გასტროენტეროლოგიაზე და ამბულატორიული გასტროენტეროლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპზე. ჩვენ სფეროში ჩივილების ნახევარზე მეტი, აბსოლუტური უმეტესობა გამოწვეული არის ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემებით. ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემები რას ნიშნავს? ზით ამას ამ ვიდეოების ციკლის განმავლობაში არაერთხელ ცალ-ცალკე შევეხებით, მაგრამ აქ მოკლედ გეტყვით ეს რასაც ნიშნავს. ეს არის პაციენტის ჩივილები, როდესაც გამოწვეულია არა რაიმე სტრუქტურული, მომნელებელი სისტემის სტრუქტურული ანომალიით, მაგალითად წყლულით, ანთებით, სიმსივნით ან რაიმე სხვით, არა ინფექციით ან რაიმე სხვით. ან არამედ მომნელებელი სისტემის ნერვების ზედმეტი აქტივაციით, ნერვების ზედმეტი მგრძნობელობით. და დიახ, ეს წარმოქმნეს ჩივილებს აბსოლუტურად უხშირეს შემთხვევებში რა. ამიტომაც კიდევ ერთი ფაქტი გავითვალისწინოთ, რომ ამ ნეიროგასტროენტეროლოგიურ პაციენტებში ძალიან არა ყველაში და არა აბსოლუტურად, მაგრამ ძალიან გავრცელებული არის სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იქნება ეს შფოთვითი აშლილობის სხვადასხვა სახეობები თუ დეპრესიის გამოვლინებები. სწორედ ამ სფეროს, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე გასტროენტეროლოგიური პაციენტის კონსულტირებაც უნდა იყოს განსხვავებული. ანუ ეს უბრალოდ არ არის პაციენტი, რომელსაც აქვს შფოთვა. შფოთვა შეიძლება ნებისმიერ პაციენტს ჰქონდეს, ხო, ნებისმიერი სხვა სფეროს პაციენტს. ეს არის სფერო, სადაც ჩივილების უმეტესობას იწვევს ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემები და სადაც პაციენტებშია გავრცელებული ძალიან სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ აქ კონსულტირება თუ არ არის თვალში, თუ ექიმი ძალიან მშვიდად, აუღელებლად, დამაჯერებლად არ ესაუბრება პაციენტს, არ განსჯის მას, ისე სხვანაირად პაციენტის ნდობების მოპოვებას ვერ მოახერხებს და ნდობის მოპოვებას თუ ვერ მოახერხებს, მედიკამენტების რა რაოდენობაც არ უნდა დანიშნოს, შედეგს უფრო ნაკლებად მიაღწევს, ვიდრე ის ადამიანი, ვინც პაციენტის ნდობის მოპოვებას მოახერხებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, რაც აუცილებლად უნდა ახსოვდეს ყველა გასტროენტეროლოგს და ყველა გასტროენტეროლოგიურ პაციენტს. სწორედ ამიტომაც არ მეკვირს, როდესაც ზუსტად ერთი და იგივე ჩივილით, ზუსტად ერთი და იგივე მედიკამენტით მე შეიძლება უფრო ნაკლები მედიკამენტის დანიშნვა მომიწიოს პაციენტთან და მივიღო შედეგი, ხოლო სხვა შეიძლება იგივე მედიკამენტი და ზედდამატებული კიდევ ბევრის დანიშნვა მოუწიოს პაციენტთან და შედეგი ვერ მიიღოს. რატო? იქ განსხვავება არის, იქ რაიმე ჯადოქრობა კი არ ხდება და რაიმე სასწაული. განსხვავება არის იქ კონსულტაციის ტიპში. კონსულტაცია თუ გასწორდება პაციენტთან, სხვა ექიმებთანაც იქნება ზუსტად იგივენაირი შედეგი, როგორც იმ ექიმთან, ვისაც კონსულტაცია აქვს კარგად აწყობილი და კარგად დალაგებული და რომელიც ახერხებს პაციენტის ნდობის მოპოვებას. ცხადია, ეს ვერ მოხდება, თუ ექიმს სამუშაო პირობები არ აქვს კარგად მოწყობილი. თუ ის მუშაობს კონვეიერის პრინციპით, თავისი ნებით, ან თუ კლინიკა აიძულებს ამას, რომ დროზე მიიღოს პაციენტები, რაღაცა 5 წუთში გაუშვას ერთი პაციენტი, თუ გარეთ აქვს დერეფანში დომხალი და ძალიან სტრესული პირობები და პაციენტი კიდევ უფრო ისედაც სტრესული პაციენტები კიდევ უფრო მეტად ისტრესებიან მის ლოდინში და ეს ლოდინი გრძელდება მთელი დღეების, საათების განმავლობაშიც კი. თუ ექიმს არ ყავს გუნდი ჭკვიანი, ძალიან ფლექსიბელური და ძალიან ისეთი რა, ძალიან გონიერი ახალგაზრდა ექიმების გუნდი, რომელსაც პაციენტებთან ექნებათ ასევე კომუნიკაცია იმ დონეზე და იმ დოზებით, რა დოზებითაც ეს პაციენტს დაჭირდება, ისე სხვანაირად ექიმი ამ იარაღს დაკარგავს, ანუ ვინც არ უნდა იყოს, აი ნეიროგასტროენტეროლოგიის დამფუძნებელიც კი დოქტორ დროსმანიც კი რო იყოს, რომელთანაც მივიდეს ეს რაღაც გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტი, ისიც კი პაციენტთან ვერაფერს ვერ გახდება, თუ კონსულტაცია არ არის იმ ფორმის, როგორც უნდა იყოს. სრულად ანამნეზის აკრეფვა, კარგად პაციენტის მოსმენა, მერე მასთან კონტაქტი და ასე შემდეგ რა. ეს არის აუცილებელი, ეს მინდა რომ პაციენტების გასაგონადაც თქვა, ამიტომ. პაციენტები ხშირად პრობლემა არ იგები, ხო, პრობლემაა ჩაწერა ექიმთან, მაგრამ ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამას ალტერნატივა ექნება ბევრი ექიმი, სადაც რაც შეამცირებს ჩაწერების დროს და არა ის, რომ ერთმა ექიმმა დაიწყოს კონვეიერის პრინციპით მუშაობა და რაღაცა იმ რაოდენობის პაციენტების მიღება დროის მოკლე მონაკვეთში. ანუ ეს არ არის ალტერნატივა. ასე მუშაობა არის კონტრპროდუქტიული, ფულის წყალშიყრა და ძალიან ბევრი რესურსის, ნერვების და დროის დახარჯვა. და ბოლოსკენ არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო შარლატანების და სხვადასხვა მკითხაობისა და ჩხიბავების წარმატების საიდუმლო ჩვენ სფეროში რა. სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, აი ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ ისტორია, როდესაც პაციენტი ექიმებისგან თავგაბეზრებული და დაღლილი და უკმაყოფილო ექიმებზე ამბობს, რომ აი ძალიან დავიღალე და ექიმებმა ვერაფერი მილიონები დაუხარჯე, რაღაცა მილიონი კვლევა ჩავიტარეს, ვერაფერი ვერ მიშველეს და მივედი აგერ ვიღაცა შარლატანთან, რომელმაც რაღაცა შელოცვა ჩამიტარა და მიშველა. ეს საერთოდ არ მიგვირს, ეს ასე ხდება. პაციენტის ნეიროგასტროენტეროლოგიური პაციენტის, ალბათ ბევრი სხვისიც, მაგრამ განსაკუთრებით ნეიროგასტროენტეროლოგიური პაციენტის უკეთ დახმარებას მოახერხებს ის, ვინც მის ნდობას მოიპოვებს და მოახერხებს მის დამშვიდებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დახმარება წამლების დიდი რაოდენობითაც კი იქნება ძალიან შეუძლებელი და ექიმი და სხვა ადამიანიც პაციენტის დამშვიდებას ვერ მოახერხებს, თუ ის არის გადარბენაზე და არა აქვს პაციენტისთვის შესაბამისი დრო. ასე რომ, ბოლოს შეჯამებისთვის პაციენტებისთვისაც რო ვთქვა ორი სიტყვა, იქნება ის, რომ გა ა არ მოვითხოვოთ ექიმთან ცოცხალი რიგით მიღება და მოკლედ ექიმს თუ აქვს სალობიე დერეფანში შექმნილი და თუ გიწევთ რაღაცა საათობით მისი ლოდინი და ცოცხალ რიგში მიღებებს თუ გვირდებათ, ის ექიმი დიდი ალბათობით მოკლევადიანად შეიძლება მოგეხმაროთ, მაქსიმუმ თორე გრძელვადიანად ვერ დაგეხმარებათ. ექიმს თუ არა აქვს თქვენი მოსმენისთვის ძალიან ადეკვატური და შესაბამისი დრო, ის ექიმი გასტროენტეროლოგიაში არ გამოგადგებათ. სამწეულობას გისურვებთ.